მოგესალმებით. ჰიტლერის გვარი ებრაელთა ისტორიაში არის ყველაზე საშიში. ზუსტად ჰიტლერის დროს ებრაელები ყველაზე მეტად დაშავდნენ და ერი გადაშენებას ბეწვზე გადაურჩა. ჰიტლერის იდეოლოგია იყო დაფუძნებული ანტისემიტიზმზე და ზუსტად ასეთმა პოლიტიკამ ჩანერგა საფუძველი ებრაელების განადგურებაზე. და ამის შემდეგ ჩნდება კითხვა, რატომ ეზიზღებოდა ჰიტლერს ებრაელები. ზუსტად ამაზე ჩვენ დავილაპარაკებთ ამ ვიდეოში. პირველ რიგში ეს იყო ზოგადად ადამიანების ზიზღი ებრაელებისადმი, არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში. ჰიტლერი პირველი არ იყო, ვინც ანტისემიტიზმი გამოიგონა. დიდი პოპულარობა ამ მოძრაობამ დაიმკვიდრა ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ევროპაში. მე-19 საუკუნეებში ებრაელებს ესხმოდნენ თავს, კლავდნენ და ძარცვავდნენ, ხოლო სახელმწიფო ამაზე თვალს ხუჭავდა. ებრაელებზე სხვადასხვა მითი არსებობდა, მაგალითად ის, რომ ისინი თავის რიტუალების გამო კლავენ ქრისტიან ბავშვებს. მოკლედ, რომ ვთქვათ, ჰიტლერის ანტისემიტიზმით ევროპელები გაკვირვებულები არ იყვნენ და ლოიალურად იყვნენ განწყობილები ჰიტლერისადმი. ამიტომ გერმანელი ადამიანებისთვის ადვილი დასაჯერებელი იყო, რომ ებრაელები არიან დამნაშავეები ყველა მათ უბედურებაში. ასეთი კონცეფცია ადვილად აჩვენებდა ერის საერთო მტერს. მეორე მიზეზი ეს არის ეგრეთ წოდებული დანის ზურგში ჩარტყმა. ასეთი კონცეფცია იყო პოპულარული მაშინდელ გერმანიაში და ჰიტლერიც ამაზრს უჭერდა მხარს. ამ აზრის თანახმად პირველ მსოფლიო ომში დამარცხება ებრაელების ბრალი იყო. ჰიტლერი თვითონ პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა და თვლიდა, რომ გერმანია ფრონტებზე იმარჯვებდა, მაგრამ ზუსტად ქვეყნის შიგნით იყო განხეთქილება და ებრაელების ღალატის გამო ქვეყნის შიგნით გერმანია დამარცხდა. შემდეგი მიზეზი იყო ებრაელთა შეთქმულების თეორია. ჰიტლერის სჯეროდა, რომ ებრაელებს უნდოდათ მსოფლიოს დაპყრობა და რომ მას სურთ გერმანელი ერის განადგურება. ასეთი აზრები დიდად იყო გავრცელებული მაშინდელ ევროპაში და ჰიტლერსაც სჯეროდა ამისი. შემდეგი მიზეზი იყო კომუნიზმი. კომუნიზმი როგორც იდეოლოგია უარყოფს ნაციონალიზმს და ამიტომ ჰიტლერს ძალიან შესძულდა კომუნიზმი. ის თვლიდა, რომ ებრაელები და კომუნიზმი სინონიმებია და მართლაც გერმანიაში მაშინ კომუნისტურ პარტიებში შედიოდნენ ბევრი ებრაელები და ასევე თვითონ კომუნიზმის ჩამომყალიბებელი კარლ მარქსიც ებრაელი იყო. და ამის შემდეგ უკვე ყალიბდება თუ რატომ სძულდა ასე ძალიან ჰიტლერს ებრაელები. თუ შევაერთებთ და დავაკავშირებთ ბევრ მითს, თეორიას და მიზეზებს, მივიღებთ ზუსტ პასუხს. დიდი მადლობა ყურებისთვის, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო. ნახვამდის.